такие дни запоминаются лица, несмотря на то, что большое горе, кто пришел, кто высказал соболезнования, кто себя как повел в этой ситуации. И надо сказать огромное спасибо личному представителю Владимира Владимировича Путина Михаилу Швидкому. Я его лично знаю, мы с ним знакомы, потому что он читал когда-то мне в лекции, и это совершенно великолепный человек, и его присутствие немаловажно для будущих отношений между Грузией и Россией. Санкცირებული პროპაგანდისტული არხის რადიო სიხშირის წამყვანმა და ამავდროულად პოლიტოლოგმა მოროშკინამ ეს განცხადება სვობოდნაე გრუზიას ოფისში მრგვალი მაგიდის დროს გააკეთა. მრგვალი მაგიდის თემა კი შემდეგი იყო უკრაინის კრიზისის გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე და საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. ახლა ამ კრუგლის სტოლის იტოგებით არ დაგღალით, ჩემი აზრით ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭიროა, როგორც იქ ჩრდილოეთში გაუხარდებოდათ და აქ გარუსებულ რუსეთში. არ ვიცი პოლიტოლოგს შეთანხმებული ქონდა თუ არა ვინმესთან შვიდკოის სახელის ხსენება. ალბათ უფრო არა, რადგან მისმა სანქცირებულმა არხმა, კოლეგა პროპაგანდისტებმა, ჯიბის ექსპერტებმა, სუვერენიტეტის და ეკლესიის დამცველებმა არ შეიმჩნიეს, რომ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების საკითხებში შვიდკოი პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში იმყოფებოდა. ადამიანი, ვისაც შვიდკოის საკურთხეველში ესაუბრება, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძეა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პუტინის კაცი დაკრძალვაზე ჩამოსული რუსეთის ეკლესიის დელეგაციის წევრი იყო. ახლა შესაძლოა ვინმე თქვას მერე რაო, არც რა. უბრალოდ მაინტერესებს, როგორ მოხდა ან რა მიზნით შვიდკოის საკურთხეველში, სამების საკურთხეველში. ასევე მაინტერესებს ტრანსლაციის ეს კადრი. სლენგზე ვიტყვი, რომ არ გაბაზრებულიყო, შვეიცარიის საელჩოს რუსული სექცია გავაგებინებდა თუ არა, რომ შვიდკომი თბილისში პუტინის სამძიმარი ჩამოიტანა. ალბათ არა და ამის თქმის საშუალებას იმ და მომდევნო დღეებში ქართულენოვანი რუსული პროპაგანდის ქმედება მაძლევს. სხვის წერტილმძიმეს რო დაძნებს სოციალურ ქსელებში და სიუჟეტებს რომ აცხობთ, ამ ხელშვითკოის ჩამოსვლა და პუტინის სამძიმარი გამოგჩათ. დამალეთ, რა იყო დასამალი, რა ვიფიქრო. არც საპატრიარქოს რაიმე ოფიციალურ გვერდზე მინახავს რამე და ისევ ვიკითხავ, რა იყო დასამალი, ვინმემ რომ იფიქროს რუსეთთან კავშირებს მალავთო, რა პასუხი გაქვთ. მაქვს ჩემი მოსაზრება ამ საკითხზე, მაგრამ ახლა თავს შევიკავი და არა იმიტომ, რომ თქვენი რეაქციის მეშინია, ისედაც ყველაფერი გასაგებია. ერთი კითხვა მაქვს ეკლესიის დამცველებთან. ჯერ სიცოცხლეში რომ არ მოიხსენებდა კირილი მის უწმინდესობას სული ტიტულით და არც გარდაცვალების შემდეგ, ამაზე რა შვებით, რა რეაქცია გაქვთ, სადმე გააპროტესტეთ და არც სამძიმრის წერილში რომ არ ახსენებს ხუმაფხაზეც, ამაზე რა შვებით. ახლა რამე რომ არ დამაბრალოთ, მოდით ერთი ვიდეო ვნახოთ. Яко ты иси воскресение, живот и покой, усопшего раба твоего новопредставленного, святейшего и блаженнейшего, католикоса, патриарха всей Грузии или Христе Боже наш, и тебе славу воссылаем. იმეც ვიტოვებ, რომ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ან სამების წინამძღვარი, ან საპატრიარქოს წარმომადგენელი ჯაღმაიძე, ან დამკრძალვი კომისიის წევრები განმარტავს მრევლს, როგორ და რა მიზნით მოხდა პუტინის კაცი სამების საკურთხეველში. ნუ მერე სად გაუჩინარდა და თბილისში ყოფნისას ვის შეხვდა, ეგ ვიცი, ისედაც საიდუმლო დარჩება. მაგრამ საიდუმლოდ არ დარჩა კათოლიკოსის დაკრძალვაზე კირილის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა გაყოფილების ყოფილი ხელმძღვანელის ბუდაპეშტისა და უნგრეთის ყოფილი მიტროპოლიტის ამჟამად კათედრის გარეშე მყოფი ილარიონ ალფეევის ჩამოსვლა. საიდუმლოდ არ დარჩა არა იმიტომ, რომ სადმე დელეგაციის ჩამონაცვლაში მოხდა, არა, უბრალოდ კადრში მოხდა. დღეს თავ შევიკავებ უნგრეთის მოქალაქის სკანდალებზე საუბრისგან. ღია წყაროებში არაერთი ამბავია მის კორუფციაზე, უნგრეთის ხელისუფლებასთან კავშირზე, მისი სტიქაროსანის მტკიცებაზე, რომ მიტროპოლიტის სექსუალურად ავიწროვდა, არც იმაზე თუ რატომ გადაიყვანა კირილმა მის მარჯვენა ხელად წოდებული და ლამის მემკვიდრედ შერჩეული მიტროპოლიტი ბუდაპეშტში. იყო თუ არა ის ევროპაში კირილის დობით აღჭურვილი პირი და ასრულებდა თუ არა ამ მიმართულებით რაიმე დავალებებს. არც იმაზე აქვს თუ არა მას ევროპის ტერიტორიაზე დიდი ძალი კერძოს საკუთრება და ასე შემდეგ. შემიძლია ვიკითხო, რატომ აღმოჩნდა ილარიონ ალფეევი პატრიარქთან დამშვიდობების დროს
სინოდის წევრებზე წინ, მაგრამ არ ვიკითხავ და რომ არა ილარიონ ალფეევის სკანდალური მიტროპოლიტის ზემოთხსენებული სტიქაროსანის ერთი დაკვირვება შესაძლოა ყველას გამორჩენოდა, რომ პატრიარქთან დამშვიდობების დროს ილარიონ ალფეევს პანაღია ჩამოწყდა და უვარდა. პანაღია ბერძნული სიტყვა და ქართულად ყოვლადწმინდას ნიშნავს. ამიტომ მასზე ძირითადად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია გამოსახული და ის მღვდელმთავრის შესამოსელის ნაწილია. სწორედ პანაღია ჩამოწყდა ალფეევს. მისი ყოფილი სტიქაროსანი გიორგი სუზუკი ამ фактს საკუთარ YouTube არხზე ასე ხსნის. Поэтому момент, когда Панагия сорвалась и упала на пол, имеет совершенно ясный смысл. Это знак того, что покров Божьей Матери оставил эту архиерею. Здесь есть еще один важный контекст. Патриарх Кирилл, вопреки неоспоримым фактам, доказывающим вину митрополита Илариона, защищал его. По церковным правилам, после всего, что сделал митрополит Иларион, он должен был лишиться сана. Но этого не произошло. Но произошло нечто символическое. То, что не сделал патриарх Кирилл, как будто сделал уже после смерти грузинский патриарх Илья. Есть еще один старый эпизод, рассказанный матерью митрополита Илариона в автобиографической книге «Джвали». Когда Иларион в молодости приезжал в Грузию в монастырь, тамошний игумен Михаил сказал о нем: «Из него выйдет плохой монах». Сегодня многие вспоминают эти слова. Интересно и то, что сейчас в Грузии говорят о возможности канонизации патриарха Илии. Некоторые спрашивают, совершил ли он чудеса, достойные канонизации. Но то, что произошло на его похоронах, есть ответ на этот вопрос. Как будто даже после своей смерти патриарх Илья исполнил свое архипастерское служение. აქ ბუნებრივია ჩემი კომენტარი არ იქნება და სანამ კიდევ შემოგთავაზებთ რამდენიმე ფაქტს, რომელიც პროპაგანდამ და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არ შეიმჩნია, მოდით გავიხსენოთ სკანდალური ილარიონ ალფეევის და საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობის რამდენიმე ეპიზოდი. 2019 წლის 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომას მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიო ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წმინდა სინოდის ზოგიერთმა წევრმა უკრაინას ტომოსი მიულოცა. ზოგმა განაცხადა, რომ უკრაინამ ცოტა უნდა მოიცადოს. ეპისკოპოსა ნიკოლოზმა მაგალითად თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან აზრის დაფიქსირება არაკორექტული იქნება, მანამ სანამ თავიანთ პოზიციებს ის ეკლესიები არ დააფიქსირებენ, რომლებიც დიპტიქში საქართველოზე წინ არიან. ტომოსის გაფორმებამდე სინოდის წევრმა არაერთხელ მღვდელმთავარმა განაცხადა, რომ უკრაინას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს უფლება ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია. 30 იანვარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინოპოლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი ჩამოსვლის მიზანი ქართული მხარესთან საუბარი იყო და არა რაიმე აზრის თავსმოხვევა. ილია მეორის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიომკი აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლი გაგებით ეკიდება საქართველოს ეკლესიის აუჩქარებლობას. სწორედ ამ დროს მოსკოვის ანუ კირილის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა ილარიონ ალფეევმა კრემლის არხზე Россия 24 გადაცემაში მსოფლიო და ეკლესია ასეთი რამ განაცხადა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეგრეთ წოდებული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეების უმეტესობა ის ხალხია, რომელსაც კარგად ესმის რეალური ეკლესიური სინამდვილე და ესმით რა ემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. იქ ასევე არის რამდენიმე ახალგაზრდა მეუფეც, ძირითადად ეს ის მეუფეები არიან, რომლებიც იმყოფებიან ღია ან ირიბ ოპოზიციაში ამჟამინდელ პატრიარქთან, რომლებიც მოუწოდებენ აღიაროს ეს ეგრეთ წოდებული ავტოკეფალია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. მოგვიანებით მოსკოვში ალფეევთან შეხვედრის შემდეგ მეუფეებმა გაარკვიეს, რომ საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგებოდა არაერთ ეკლესიას, მათ შორის საქართველოსაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე. მცირე კომენტარი. კირილი არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების მერე ცხუმ აფხაზეთს არ ახსენებს და ის რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წირვა ლოცვა რუსულ ენაზე მიდის და ქართულ ეკლესიებს კირილი დაეპატრონა, ეს იცით.
ისე კი ვინც საპატრიარქოს ამბებს თვალყურს ადევნებს, ალბათ ძნელი მისახვედრი არ იყო, მით უმეტეს ბოლო დღეებში ვის გულისხმობდა მაშინ ახალგაზრდა მეუფეებში, ის ვისაც სიონში პანაღია გაუწყდა. სულ უკეთ რომ ვთქვათ, ალფეევის გამოხტომაზე თეოლოგების ნაწილს ასეთი რეაქცია ჰქონდათ. მოსკოველი მიტროპოლიტი ილარიონ ალფაევი ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს არღვევს და იმპერატიული ტონით აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია მხარს არ დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას. დამაკნინებელი ტონით საუბრობს საქართველოს ეკლესიის სინოდის წევრ ეპისკოპოსებზე, რამდენიმე ახალგაზრდა ეპისკოპოსზე. წარმოგიდგენიათ, როცა საჯარო განცხადებას ასეთი ტონალობით აკეთებ, რა სიზამს და როგორ მოიქცევა დახურულ შეხვედრებზე საპატრიარქოში, ან საქართველოს ეკლესიის დელეგაციას როგორ დაელაპარაკებიან მოსკოვში ვიზიტების დროს. ეს არის რუსეთი, ეს არის მტერი, რომლის ბოგინი უნდა დასრულდეს საქართველოს საპატრიარქოში. რომ არა საყრდენი ჯგუფი საპატრიარქოში, ალფაევი ვერ გაბედავდა ასეთ თავხედობას. და ახლა დაპირებული კიდე ერთი ამბავი, რომელიც ოფიციალურად ანუ პროპაგანდაში არ სათქმულა, ეთყობა გამორჩათ. როგორც ცნობილია, კათალიკოსის დაკრძალვაზე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაცია ჩამოვიდა, რომელსაც სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი ბენიამინი ხელმძღვანელობდა. დაკრძალვაზე ასევე იმყოფებოდნენ რუმინეთის, ალბანეთის, ბულგარეთის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, კვიპროსის დელეგაციები, რომლებიც მოსაყდარში საპატრიარქოში მიიღო და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის Facebook-იდან ვიგებთ, რომ ასევე დაკრძალვაზე და საპატრიარქოში იმყოფებოდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია. ვისაც გგონიათ, რომ ეს ის უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომლის ტომოსიც საქართველოს საპატრიარქოს არ უღიარებია, შეცდით. ეს დელეგაცია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტმა სერგიმ საპატრიარქოში მოსაყდარს შესვლა შეხვედრის კადრები თავად გაავრცელა. ჩემი კომენტარი მხოლოდ კითხვაა, რა იყო ამ შეხვედრაში დასამალი? ის რომ ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და შვიდკოი რატომ დამალეთ? კირილის და პუტინის სამძიმის წერილი დამალეთ? ალბათ უფრო გამოგჩათ, მაგრამ სოციალურ ქსელებში წერილმძიმას დაძლებთ და მერე პროპაგანდისტულ სიუჟეტებს აკეთებთ. უფრო ზუსტად გაკეთებინებენ და რანაირად? არ მინდა ვიფიქრო, რომ ამით რაღაცნაირად ცდილობ თვითონ დამალოთ მოსკოვის, კირილის და ზოგადად რუსეთის გავლენები საქართველოს საპატრიარქოზე და გრუზინულ პოლიტიკაზე. ახლა აღარ ჩაუღრმავდები 2017 წლის 1 ნოემბერს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. მიტროპოლიტი ალფეევი პატრიარქ შეხვდა და რუსეთში დაპატეჟა. არც ამ შეხვედრას დაუკავშირებ 22 დღეში გიორგობაზე მოსაყდართ შიო მუჯირის გამორჩევას, რომელიც ყველასათვის მოულნელი იყო. ვის რა კონტაქტები აქვს ჰქონდა და შესაძლო მომავალში ჰქონდეს რუსეთის საპატრიარქოსთან, ეს ჩემზე კარგად სინოდის წევრმა იციან და არა მხოლოდ. მე მხოლოდ კითხვა დავსვი იმაზე, რაც პროპაგანდამ არ შეემჩნია და პირდაპირ ვიტყვი დამალა. კიდე რა დამალა და არ შეემჩნია ოცნების მედიაციატმა და ქართულენოვანმა რუსულმა პროპაგანდამ? აი, ერთ კვირაზე მეტია არქივზე რომ მუშაობს, ივანიშვილის ეს განცხადება. საზოგადოებამ უნდა გადაალახოს ის ბარიერის, რომ ეს თემა, ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, არის უმციკლო და ხელშეუხებელი, პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა ეკლესიის მსახური, ეს დამოკიდებულება ჩემი აზრით არის ზედმეტად აფეთიშებული და გადაჭარბებული და ეს არ უნდა იყოს ესე და არ საჭიროებს ამას არც პატრიარქი თვითონ პირადად მას ამით ცუდ სამსახურს უწევენ და არ საჭიროებს არც ეკლესიაც ამ დამოკიდებულებას. ეკლესიაში ჩემი აზრით არის იგივე პრობლემები, რაც საზოგადოებაში და არ არის ნაკლები და ესეც უნდა იყოს. ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ჩვენ იგივე ხალხის ეკლესიის მსახურნი არიან, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენარი ხალხნი არიან ისინიც, მათი სამსახური არის ის აირჩიეს სადაც არიან და იქ აკეთებენ და ასრულებენ დაგესწრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, დამოკიდებულება საზოგადოებაში რაც არსებობს, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით არის შეურაცხყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არ საჭიროებს ამას თვითონ ეკლესია და არ არის სწორი საზოგადოების ეს დამოკიდებულება. ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოს იქაც, ისევე შეიძლება მოხდეს იქაც ცუდი ამბები. ყველა შეიძლება შეეშალოს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. ამ პატრიარქმა შეიძლება თქვას, ბრძანოს, ის როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიაროთ. და სხვისთვის რატომ არ შეიძლება და მომავალში რატომ არ არის შესაძლებელი? რატომ არის ფარისეველი ის, ვინც რამე კითხვას დასვამს, ან ვარაუდს გამოთქვას, იმიტომ რომ აღარ გავაგრძელებ. ისე კი ვიკითხავ, ციანიდის და კრეფსების შემდეგ მოახერხა თუ არა ივანიშვილმა დაექვემდებარებინა ის ერთადერთი ინსტიტუცია, ანუ საპატრიარქო, რომელსაც ვერ აკონტროლებდა.
ახალ ხომარცილოს დაქვემდებარებას იმით, რაც თუნდაც პროტოპრესვიტერმა დაკრძალვის დღეს მოაწყო. მისი აღმატებულება ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, მისი აღმატებულება ბატონი შავლო პაპუაშვილი, მისი აღმატებულება ბატონი ირაკლი კობახიძე, მთავარი ქტიტორი, ბატონო ბიძინა, დიდი პატივისცემით გთხოვთ. ასევე ვიკითხავს, სწორი იყო თუ არა მეუფეშიო, როდესაც მსოფლიო პატრიარქს ჯერ ივანიშვილი წარუდგინა და მერე დანარჩენები. მოსაყდრე ხომ აღიარებს ოცნების ლეგიტიმურობას და რატომ არ დაიცვა მარტივი პროტოკოლი? ასევე კითხვა, რას ემსახურება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე მეუფე შიოს განდიდება. თორემ ვინ დააყენა, ვისი აზრით სერიოზულია მეუფე შიოს მოსაყდეობა ეჭქვეშ. ან ის რომ მას არ აქვს უფლება ან შანსი გახდეს მომავალი პატრიარქი. ჩემი დაკვირვებით, სუდად მუშაობ, ტროლბოტებოდა, პროპაგანდისტებო სუდად, იწვევით, ძაფის ფერი მაინც შეცვალეთ. ამ დღეებში შიო მუჯირზე ოცნების არაერთმა მოლაპარაკე თავმა გააკეთა განცხადება. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ზარქუას განცხადებასაც, მაგრამ რატომღაც ტელეეკრანებზე არ ჩანდა, სადღაც სამების ეზოში ვიღაცის ფოტოში აღმოვაჩინე, მაგრამ არა უშავს ალბათ მერე გააკეთებს, მაგრამ გაკეთებული განცხადებებიდან ეს ამოვარჩია. ფარისეველი არ ხარ, არ შეიძლება რომ გიყვარდეს პატრიარქი და ფეხქვეშ თელავდე მის არჩევანს. არ შეიძლება რომ მისი არჩევანი, რომ მეუფეშიო ყოფილიყო მოსაყდრე, მას უწოდო რუსი ეგზარქოსი. ჩემი კომენტარი არ იქნება, ერთს კი ვიტყვი, მეტი შეუძლია ვიცე-სპიკერად წოდებულს. ისევ არქივი, რომელიც რატომღაც გრუზინსკაია მეჩტას მედია ცენტრს შესაბამისად ქართულენოვან რუსულ პროპაგანდას, ცოცხალ ტროლს, შპ-ს, კალას და ასე შემდეგ არ გახსენებიათ. ტვ პირველი 2019 წლის 26 ოქტომბერი. კონციპოდან ვიღაცები ჩარეულები იყვნენ და ზოგიერთი ბიზნესმენი ჩარეული იყო მაგამბაში. მაგალითად ვანო ჩხატიშვილი. მე დამიძახეს, კერიკაშვილი იყო და ახლა იყო და ის იყო, რა ქვია, გახარია. ხო და მე ჩარიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენო გვინდა რომ პატრიარქი გადავაყენოთო. ხო და შიო დავაყენოთ იმათო რა პატრიარქათო. აქ მხოლოდ კითხვა, ამ გაცხადებაზე მოკვლევა დაიწყო? ახლა ხომ არ დაიწყება? რა ურთიერთობა აქვს მას შემდეგ და ახლა განსაკუთრებით კარის ბიზნესმენად წოდებულ ვანო ჩხარტიშვილს საპატრიარქოსთან ლობირებს ის შიოს? მოსკოვის პოლიტიკა ბიზნეს ელიტასთან რა კავშირი აქვს? ან აქვს კი საერთოდ? მეუფე იაკობმა მაშინ თქვა, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვსო და ახლა რა ხდება? ფარისევლობაა ეს კითხვა? და თქვენი პროპაგანდისტი სანქცირებული მედია ჰოლდინგის პერიფერიული არხიდან ყველაზე ნაცნობი უცნობი რაღაცაში როზის და შიო მუჯირის სადიდებელს რომ ქადაგებს, ამაზე რა ისმის? ყველა და მოხსნას კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ. მე თუ მკითხავთ და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი ისინი არიან მოღალატეები. თორე რა? ამაზე თავად აქვს პასუხი. დაგავიწყოთ თქვენ ეთქობა, რომ წერაქვი მოხდა თავში მაგრად იმ ტროცკის და გააფრთხობინა სული. ესეც ეს ტროცკისტული ამბავია, რას თქვენ გჭირთ? და ამ ჩვენ აკაცუკებს კიდე რა. მე მომეჩვენა თუ მუქარა გამახსენდა. ამას ხო ნერვებმა უტყუნა და პირობა მოგცა რომ არ ჩაერევა მეუფეების ნებაში. იზვინათ და სპასიბა ბრატ. ამ დღეებში ბევრმა ბევრ სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენა სიტყვა ფარისეველი. მე პირადად ამ სიტყვაზე მინისტრებად წოდებულების და მათი უწყებების Facebook გვერდები გამახსენდა. არ იყო აუცილებელი ყველას საკუთარი ფოტოგრაფი მიგეყვანა ტაძრებში. ერთით საკმარისი იქნებოდა. არ იყო აუცილებელი ფოტო გამოფენა მოგეწყოთ Facebook-ზე. ერთით საკმარისი იქნებოდა. თუმცა შესაძლოა არ არის აუცილებელი ყველას ჰქონდეს წაკითხული და მით უმეტეს გააზრებული იგავი მეზვერესა და ფარისეველზე. ტრადიციული ბოლოს წინ მე ვფიქრობ, რომ მორალური თვალსაზრისით არ ჰქონდათ ამ ადამიანებს მაინც და მაინც მხარი უფლება ყოფილიყვნენ სამების ტაძარში. ეს მოქმედი ირაკლის მიერ პროპაგანდისტულ და მის მიერ კონტროლებად არხზე გაკეთებული განცხადებაა. ოპოზიციაზე, ანუ თავად როგორც უწოდებს რადიკალებზე საუბრობს. ახალი ვლოგი არ ეყოფა ამის კომენტარს. ალბათ ეს არის პატრიარქის დატოვებული ღმერთის სამშობლო ადამიანის გრუზქოცური გაგება. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი. არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო. დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.